მე ასევე არ შემიძლია არ შევეხო დღევანდელი მოვლენების ქრონოლოგიას, რაც უკავშირდება იზოლატორის უფროსის გარდაცვალებას, კვლელობას თუ თვითმკვლელობას და დღეს მისი მოადგილის დაპატიმრებას იმ мотивაციით, რომ თითქოს ივანიშვილის ყოფილ პარტნიორს და მასთან 2 მილიარდის თაობაზე დავაში მყოფ ბაჩიაშვილს აბრალებენ საკუთარი თავის წინამდე მოწყობილ ტერაქტს. ანუ თვითონ ჩააწყო თურმე საქმე იზოლატორის უფროსობასთან და შეუგზავნეს ვითომ მცემელი და სიემდულში იყო ეს იყო ინსცენირება. აი როგორც ინსცენირება იყო რიჯვაძის თვითმკვლელობა და არაფერი გარეძალები არ იყვნენ ჩარეული და თუნ რიჯვაძემ განუწყვიტა რომ ბათუმიდან იმ 64-დან წამოსულიყო საგარეჯოში ვინმე იმ მაფიოზა ახვლედიანის ჯურღმოვში იქ მისი იარაღით ეცადა თავის მოკლა აი ისეთი ასე ვთქვათ თვითმგმელი აღმოჩნდა თურმე ბაჩიაშვილიც საკუთარი მცემელი შეასახლებინ ადმინისტრაციას ეს არის მორიგი აი ავადმყოფი პუტინის აგენტ ჭორვილელის ფანტაზია რომელსაც დაკარგული აქვს ადამიანის სახე როგორმე ის 2 მილიარდი წაართვას თავის თანამონაწილეს თავის პარტნიორს საერთოდ ამ მაფიოზურ ჯგუფებში დანდობა ძალიან ისეთ შორეული ცნებაა და ამ კანონებით მოქმედება ერექნება და მისგან შეთხზული სცენარია ლანკითელი აფერისტი დინარაძის უწყებაში გადაგზავნილი და ისინი შეუდგნენ პუნქტუალურად ამ დავალების შესრულებას, რომელიც ჩამოაწერს ივანიშვილს ამ ცოდვას მათ ჭკუით, იმიტომ რომ ამატეხილია დიდი ამბები ნიუ-იორკ ტაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, გარდიანი წარმარაწერს, რომ აი უგზავნის მკვლელებს, მცემელებს ციხეშიც კი თავის პირად პატიმრებს და რა თქმა უნდა ახლა ესაც ამწვავებს სასანქციო საფრთხეს მის კისერზე. ამიტომ შეშფოთდა და ახლა უნდა გადააბრალოს იმ გარდაცვლილ ციხის უფროს და მის მოადგილეს მისი დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელება. ეს იყო მისგან დავალებული ერთ-ერთი ციხის უფროსი და მისი მოადგილე მით უფრო ვერ გაბედავდა პირდაპირ ივანიშვილის ბეღელში ხელის ჩაყოფის მცდელობას, რადგან იცოდა რომ ეს ბაჩიაშვილი დაპატიმრებულია სწორედ 2 მილიარდის გამო, რომლის უკან წარქმევა უნდა იმას რა თქმა უნდა უარეს ბანდიტს. და სოფლიოში ერთ-ერთ უნდა თავზახელებული ციხის უფროსი. ეს ისეთივე სიმართლეა, რომ ბაჩიაშვილმა თავის საცემლად შეაყვაინა ის თავზახელებული ვიღაცა პატიმარი, როგორი სიმართლეს იყო, აი ხო გახსოვთ, ემირატებიდან რომ ჩამოიყვანეს სპეცთვითფრინავით გაიაშვილის ჯორჯიანი არბაიზის ჯეტით უკანონოდ ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე გაიტაცეს, თავზეთომერე გადააწვეს ამ კაცს. ამოიტაცეს, ჩამოიყვანეს და ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ გადაადგილდებოდა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრის მწვანე ზონაშივე. ესე იგი თურმე გადაადგილდებოდა და იქიდან ეძახდა, რომ დამიჭირეთ, თქვენი ჭირიმო 2 მილიარდი ჩამოგიტანეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა? სასტიკის ზღაპრების ქვეყანა გავხდით. რა სცენარებს გვიწერს ეს ნიცშესთან მებრძოლი ავაზაკი. და რამდენ ოჯახს საუბედურებს და რამდენ ადამიანს ისტუმრებს საიქიოში.